კაცმა, რომელიც მოსაწევრის პლანტაციების გაშენებას აპირებდა, სამედიცინო და კოსმეტიკური დანიშნულების მიმართულებით წარმოებას ხარს უჭერდი მხოლოდ ერთადერთი მიზეზით, ძალიან დიდი ესე ვთქვათ, ხიბლია იმაში, რომ ჩვენ შეიძლება დამატებით მილიარდი და შეიძლება 2 მილიარდი დოლარის ექსპორტიც მოახერხოთ სოფლის მეურნეობის პროდუქციით. ხოლო მისი შვილი ლეგალიზებაზე გვიმღეროდა. ვითხოვ ლეგალიზებას, smoke one, smoke one, smoke one, light it up, we make it legal. Yeah, ჩემი ქართველი ძმა უკვე მე-7 წელს ამთავრებს. ის უბრალოდ ეწეო დაშრეკის ფერს და არაშავებდა არაფერს. იმ დაკარგულ ძლებს, დაკარგულ ძმებს, გოგოს და ოჯახს ვინ დაუბრუნებს. რამდენიმე დღის წინ პარლამენტს დაჩქარებული წესით მიაღებინა კანონი, რომელიც მათ მიერ შემსუბუქებულ რეგულაციებს კვლავ ამკაცრებს. ისმის ლოგიკური კითხვა: რაშია საქმე? რა შეიცვალა რამდენიმე წელში? გურამ მაჭარაშვილს თუ დაუჯერებთ, თავის დროზე კანონმდებლობის შემსუბუქება Deep State-ის დავალებით მოხდა. ახლა, როდესაც ქართულმა ოცნებამ Deep State-ს თავი დააღწია, კაცრი რეგულაციების შემოღების საშუალება მიეცა. ოცნების მიერ მიღებული კანონით 5 გრამამდე გამომშრალი მარიხუანის შეძენა, შენახვა დაიჯდება ადმინისტრაციული წესით. განმეორების შემთხვევაში კი სისხლის სამართლის წესით, ჯარიმით ან პატიმრობით.